რუსთავის ახალგაზრდული ფორუმის ინიციატივით საკრებულოს დარბაზში დღეს პროექტ სპიკერის ფინალური ტური გაიმართა. პროექტში მონაწილეობა 12-დან 18 წლამდე აქტიურმა ახალგაზრდებმა მიიღეს. 10 ფინალისტმა საკუთარი ნაშრომები წარმოადგინა, ჟიურიმ კი 2 საუკეთესო შეარჩია. პროექტის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შესაძლებლობების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა იყო. ჟიური მედიის, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული. ჩაატარდა პროექტის სპიკერი, სახელწოდებით გზავნილი საზოგადოებას. პროექტში მონაწილეობა მიიღო 10 საუკეთესო სპიკერმა, რომლიდანაც გამოვიდა 2 გამარჯვებული. გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები და სერტიფიკატები. მე არ ვიქნები ხა ძალიან პრეტენზიული და ძალიან მომთხოვნი, იმდენად რამდენადაც როგორც გავიგე, ეს მათთვის პირველია, რაღაც გარკვეული გამოცდილება აქვთ, მაგრამ მცირე და მთლიანობაში პირველი გამოსვლა. ყველაზე მთავარი რაც არის, ერთმნიშვნელოვნად ხაზი ესმება იმას, აი ამ ახალგაზრდებისგან, რომ თვით შეგნება არის მთავარი საწყისი, რაზეც ყველა მოქალაქე აბსოლუტურად უნდა ზრუნავდე და შესაბამისად მე იმ ქალაქს მივიღებთ, რომელი ქალაქის გვინდა რომ მივიღო.